სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში აღნიშნული პროგრამით, რომელიც რეგიონული ფონდიდან ფინანსდება, ბეტონის გზები დაიგება. პროგრამის ჯამური თანხა 75 პროექტისთვის 1,86,000 ლარია. აღნიშნული შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ხურჯუმელიძემ საკრებულოს ხდომაზე ისაუბრა. ასევე რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბაურეკში 2 ინფრასტრუქტურული პროექტი ძმობისა და მესხიძის მეორე ქუჩებზე რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ღირებულებაც თითქმის 9 მილიონი ლარია. ერთ-ერთი ბოლო საკითხი 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში იყო. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, გასული წლის ბიუჯეტის შესრულებამ 100%-ს გადააჭარბა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ ხდომაზე განვიხილეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. საკრებულოს წევრებს წარუდგინეთ და საზოგადოებას წარუდგინეთ ის ფინანსური მაჩვენებლები, რაც 2024 წელს შესრულდა. მთლიანობაში შეგვიძლია გითხრათ, რომ ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილი 100%-ს გადააჭარბა და ხარჯვათა ნაწილმა 91%-ს გადააჭარბა და საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ყველა პრიორიტეტის მიხედვით, მაქსიმალური შედეგი მიღწეულია. შეეხება ასე განვიხილეთ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება. აღნიშნული შეეხებოდა დაბაურეკში 2 საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას, ჯამში 9 მილიონი ლარამდე საინვესტიციო პროექტები და ასევე განვიხილეთ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე შერჩეული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულების პროექტი, მოსახლეობის უმრავლესობას მიღებულია გადაწყვეტილება კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარით გზის მოწყობა და შესაბამისად შეძენილი იქნება მზა ბეტონი და მავთულბადე და მოსახლეობის ჩართულობით მოხდება ამ პროექტების განხორციელება. ჯამური ღირებულება ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსების ჯამური ოდენობა შეადგენს 1,86,000 ლარს.